სალამით, მოგესალმებით, როგორც იცით, ჩემი მთავარი მოვალეობა აგრო მეურნეობა. ქვეყანას დავეხმარო აგრო საკითხების შესწავლაში. ეს არის Rovensa Next კომპანია იდაიკობრე, რომელიც არის ძველი შაბიამანი იყო, ეს შეცვალეს, ეს ლამაზ კილაში ჩამოასხეს და ეს არის ბიო. ბიო ნიშნავს, რომ შაბიამანის შესხმიდან ბავშვობაში ხილს არ გვაჭმევდნენ ხოლმე, ალბათ 1-2 კვირა. შესხმიდან 24 საათში უნებელი ხდება, იცავს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან და რეკომენდირებული არ არის, რომ ეს დალიოთ. ეს არ უნდა დალიოთ, მაგრამ შეწამულზე 24 საათში შეგიძლიათ, რომ ხილი მიირთვათ, ისე რომ ინტოქსიკაცია არ გექნებათ, იმიტომ ეს არის ბიო. ასევე არის მეორე იგივე Rovensa Next-ის ბროტა ვერდი, ალუმინის ლიგნოსულფონატი არის. ანუ ალუმინი არ ნიშნავს, რომ ამ მეტალში უნდა გამოიყენოთ. ეს არის ფოთლის ბიოლოგიური სასუქი, რომელიც მცენარეს ეხმარება განვითარებაში. როგორც ჩვენ გვჭირდება სწავლა განათლება, რომ განვითარდეს, მცენარეს სჭირდება ბიოსასუქი და განვითარება. რაც შეეხება წყლების დოზებს, მოკლედ 10 ლიტრ წყალში დაახლოებით 15 ანუ ლიტრზე უნდა 3 გრამი. ეს არის 5 გრამიანი შპრიცი, თუ ხო, 5 გრამიანი შპრიცი. ჩავასხით 5 გრამი, 5 ლიტრ წყალზე ვასხავთ 15 გრამს. ესეც 3. ვაფარებთ, ბავშვები მოარიდეთ აუცილებლად. აუცილებლად. და შემდეგს ვამატებთ ბროტა ვერდი, ეს არის სასუქი ჩერეს ფოთლები. ესეც იგივე რაოდენობით 1. თუ მცენარე ძალიან ცუდად არის, ხარზე იწვენთ, იღებთ და პირში ნელ-ნელა ასხავთ. არ წერთ და უკან აბრუნებთ. ეს არის ყველაზე ისეთი მეთოდი. კარგად ვალბობთ. ნახე, უკვე 2 სანტიმეტრით მაინც გაიზარდა მინიმუმ, რაც შესხმა დავიწყე. ეხლა უცებ ვაკეთებთ, იდეაში ეს უნდა შეგიძლიათ ჩამოიკვიდოთ ბეჭებზე და მეორე ხელით ნაყინი ჭამოთ. პრობლემა არ არის. ესენი ახლა იწამლება, კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ კობრე და ბრუტა ვერდით ერთი იდეაში შაბიამის მსგავსია და იცავს სოკოს გაჩენისგან და მეორე არის კიდეში ფოთლოვანი გზით კვება არის მცენარისთვის სასუქს ხო უკრიან ხოლმე, მაგრამ ეს შეგიძლიათ, რომ ჩერეს ფოთოლი სოკო არ გაუჩნდეს და ფეხზეც მიისხათ, რომ სოკო არ გაგიჩნდეთ.